მეძუძური დედის დიეტა. სიმართლეა თუ მითია? დღემდე არსებობს ბევრი მოძველებული ინფორმაცია და მიქით ძუძუთი კვების დროს კვებაზე. ეს მითები თაობიდან თაობას გადაეცემა, ხშირად გვხვდება მედიაში და ზოგჯერ ექიმებისგანაც გვესმის. ხანდახან საერთოდ გაუგებარია, რა უნდა ჭამოს დედამ. ნუ თუ მხოლოდ ციტიბურა და ხბოს ხორცი. ახლა ყველაფერს გავარკვეთ. თანამედროვე კვლევებმა დაამტკიცა, მშობიარობის შემდეგ დედის რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი, ჯანსაღი და ძირითადად მისთვის ჩვეული. კვების მკვეთრი ცვლილება და დეფიციტური დიეტები საზიანოა. სასმელი და საკვები უნდა მიიღოს წყურვისა და მადას მიხედვით. არ ვირს იმის შიში, რომ წონაში მოიმატებთ. პირიქით, ძუძუთი მეძუძური დედები უფრო სწრაფად უბრუნდებიან ფორმას, რადგან ლაქტაციაზე ძალიან ბევრი კალორია იხარჯება. რაც შეეხება ალერგენებს, მათი მცირე რაოდენობით მიღება მეძუძური დედის საკვებში ამცირებს ბავშვის ალერგიული რეაქციების რისკს. შოკოლადი, ციტრუსები, თევზი, კაკალი და სხვა პროდუქტები შეგიძლიათ მცირე რაოდენობით მიირთვათ ბავშვის ინდივიდუალური რეაქციის დაკვირვებით დღის განმავლობაში. თუ გაჩნდა გამონაყარი, განავლის დარღვევა დაეჭვავთ, რომ ეს რომელიმე პროდუქტს უკავშირდება, გამორიცხეთ ის 1-2 კვირის და შემდეგ ისევ სცადეთ. თუ ეჭვი გეპარებათ, აწარმოეთ კვების დღიური. ეს ეხება სხვა პროდუქტებსაც, ახალ ბოსტნეულს, წითელ ხილს, ტკბილეულს. თუ ყველაფერს ზომიერად მიირთმევთ, დიდი ალბათობით საყვარელ კერძებზე უარის თქმა არ დაგჭირდებათ. გამონაკლისია ის პროდუქტები, რომლებიც თავად დედას იწვევს მონელების დარღვევას, შებერილობას ან ალერგიულ რეაქციას, რადგან იგივე სიმპტომები შეიძლება ბავშვსაც ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ძუძუთი კვება არ არის დრო ახალი ეგზოტიკური საკვების გასასინჯავთ კონსერვების, ნიქევზისა და სოკოს საჭმელად მოწამვლის რისკის გამო. მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ პროდუქტის ვადას და ჰიგიენას მომზადების დროს. ძლიერი ალკოჰოლი, ფასტფუდი, ეს უნდა გამოირიცხოს. შესაძლოა, დედობა თქვენი შანსია, რომ ოჯახში კვება უფრო ჯანსაღად შეცვალოთ.